გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 პირს ეტლი გადაეცა. პროექტი 10 წელია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ტარდება. ეს არის მორიგი ჩამოსვლა ჩვენი დახმარება გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტთან, კახეთთან განსაკუთრებით, იმიტომ რომ ყველგან წარმომადგენლები ყავს, რომლებიც სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურში საქმიანობენ მერიაში და იქ სადაც აქტიურობენ, იქ სადაც ხშირად აკითხავენ შშმ პირებს და სურველიც საკმაოდ ბევრია. როგორც თქვენ ბრძანეთ, 100-ზე მეტი ეტლი გვაქვს ბოლო 5 წელის განმავლობაში. ამჯერად 18 ეტლი ჩამოვიტანეთ. დღეს 18 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენს მოქალაქეს გადავეცით გადასაადგილებელი ეტლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, რადგან მათ მოუგვარდათ გადაადგილების პრობლემა. 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ხორციელდება აღნიშნული პროექტი. გურჯაანის მუნიციპალიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. ამ წლების განმავლობაში 100-მდე გადაადგილების ეტლი გადაეცათ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. გადაადგილების პრობლემა ჰქონდა, ოპერაცია აქვს გაკეთებული და დიდი მადლობა ამ ეტლისთვის.